მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათია, საღამოს 8 საათი და ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში დაიწყო გადაცემა არც საათი მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად. გადაცემის გენერალური სპონსორია თელავის მერია და მხარდამჭერი ტელეკომპანია თანამგზავრი. აქვე შეგახსენებთ, რომ მთელი კვირის მანძილზე შეგიძლიათ აქტიუროთ Facebook გვერდზე არც საათი მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად. გამოგვიგზავნოთ თქვენი იდეები თუ როგორი გინდათ რომ გამოვიდეს გადაცემა და ვის სიხილავდით ჩვენი ეთერით სტუმრად. მაშასე დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან საქველმოქმედო ფონდი ახმედას ხელმძღვანელი ანა პატარკაციშვილი, მისი მოადგილე და პოეტი ბერდია ჭინჭარაული და ფონდის წევრი და მომღერალი გიორგი კანხაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ani მინდა რომ შენგან დავიწყო, საიდან წამოვიდა იდეა იმის რომ დაარსებულიყო საქველმოქმედო ფონდი ახმედა. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ეს იყო ის რომ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო რომ დავხმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ანუ არ აქვს შესაძლებლობა თავიანთ ფინანსებით რომ იმკურნალონ ან რაღაცას მიაღწიონ და გადავწყვიტე 12 დეკემბერი იყო კარგად მახსოვს რომ გადავწყვიტე რომ ასეთი რაღაცები გამეკეთებინა. პირველი პოსტი გავაკეთე Facebook-ზე და მოუწოდე ახალმეტის ახალგაზრდობას რომ დამხმარებოდან ჩემთან ერთად გაეკეთებინეთ სიკეთე. პირველი ადამიანი რომელიც ამ ყველაფერში გამომეხმაურა იყო ბერდია ჭინჭარაული და ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დღეს ანუ ჩვენ გვაქვს საქველმოქმედო ფონდი ახმედა და იმის ჩამოყალიბებისთვის პირველად ჩვენ დავიწყეთ 12 ბავშვიდან. ასევე დავეხმარეთ პირველ ღონისძიება ჩვენი იყო ლიზი ცოცხალაშვილზე 3 წლის ბავშვზე, რომელსაც ესაჭიროებოდა გულის გადანერგვა თურქეთში. ჩავატარეთ ღონისძიება, ჩვენ ღონისძიებაზე შემოვიდა თანხა 1410 ლარი. ასევე ჩავატარეთ კიდე ერთი ღონისძიება, რომელსაც დავეხმარეთ 7 წლის ბავშვს, ვალერი ბასაჯიშვილს, რომელსაც თვალის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მასთან შემოვიდა 1700 ლარი. ეხლა კი ვატარებთ კიდევ ერთ ღონისძიებას კეთი ბიჩინიასვილზე, გოგოს, რომელიც არაერთი ოპერაცია ჩაიტარა ფეხის კიდურებზე. იმისთვის რომ გაიაროს და ჩვენაირად ახალგაზრდებისავით შეძლოს ცხოვრება, როგორც ჩვენ ცხოვრობთ. მას ესეჭიროება 2100 ლარი და მას უტარებთ ღონისძიებას 29 აპრილის 4 საათზე ახმეტაში. და ვისაც სურვილი ექნება რომ ჩვენ ახალგაზრდებს დაუდგეს მხარში და ჩვენთან ერთად გააკეთოს კეთილი საქმე, მოვიდნენ აუცილებლად ღონისძიებას. რა თქმა უნდა და რამდენი ხანია რაც თქვენი ფონდი არსებობს? 12 დეკემბრიდან 2015 წლის 12 დეკემბრიდან. და ესე ცოტა ხანში მოახერხეთ ამდენი სიკეთის გაკეთება. ძალიან კარგი, მიხარია და ბერდია შენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით. ანიმ როგორც აღნიშნა Facebook გვერდზე დაპოსტა, მოგიწოდოთ ახალგაზრდებს და პირველი იყავი, როდესაც შენ გამოეხმაურე ამ ინიციატივას. რა იყო შენი მიზანი? ერთხელ გინდოდა უბრალოდ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება თუ უფრო იდეებს აწვდიდიანის და ამან უფრო შეუწყო ხელი ფონდს ჩამოყალიბებაში? ანუ იდეებსაც აწვდიდიანის ღონისძიებაშიც მონაწილეობდი, აქტიურად ვიყავი ყველაფერში ჩართული და როგორც ანის მეც ასევე მინდოდა რომ ვიღაცას დავხმარებოდი რაღაცი და ოდნავ სიკეთე მაინც გამომეჩინა გაჭირებულის მიმართ. და გიორგი, შენ როგორ აღმოჩნდი ამ ფონდში მოგვეყევი? პირველ რიგში მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის და როგორ აღმოჩნდი ამ ფონდში. გავიგე მეგობრისგან არსებობდა ესეთი ფონდი, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულებს, შემდეგ ეს მეგობარი დამეხმარა იმაში, ანუ ანის იცნობდა და დამეხმარა იმაში, რომ ამ ფონდში მისულიყავი და ანიმაც ხელი ხელი შემეწყო გაჭირვებულებისთვის რა. და ანის როდესაც ვნახა, გავიარეთ რაღაცები და აღმოჩნდი ამ ფონდში და ახლა ვარ აქტიური მონაწილე. და ძალიან მიხარია რომ ვარ ამ ფონდში, ვინაიდან მეც მინდოდა რომ რაღაცით მაინც დახმარებოდი გაჭირვებულებს, ვინაიდან მე მათ რო ვუყურებდი, რავი, გული მტკიოდა რა და ახლა ძალიან მიხარია რომ ამ ფონდში ვარ რა და გვაკეთებ კეთილ საქმეს მთელი ჩვენი გუნდში. და დიდ მადლობას ვუხდი ამისთვის ანის, რომ შექმნა ეს ფონდი დაარსა. და ანი, რამდენი წლის ხარ ახლა? 23 წლის ვარ. და როგორი ემოცია მოყვა საზოგადოებისგან, როდესაც 23 წლის გოგონამ შეძლო სულ ცოტა ხანში რამდენიმე სიკეთის გაკეთება და აქვს საკმაოდ კარგი და სერიოზული ფონდი. ანუ ძალიან დიდი დადებითი ისინი გამოხმაურებები მოყვა, ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიდგა მხარში.
ასევე დაგვიდგა ახმეტის გამგეობა ძალიან მხარში, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას. პირველ რიგში მინდა რომ გადავუხადო და აღნიშნო ზურაბ-ზვია დაურს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ გვერდში გვიდგას ნებისმიერ საკითხზე. ასევე ხალხისგან წამოვიდა ძალიან დიდი მის პატივისცემა, ყურადღება, გვერდში დგომა. იყო რაღაც კრიტიკებით, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო ჩვენს მიმართულებით. და რა იყო ეს კრიტიკა? კრიტიკა იყო ის, რომ არ უნდა გაპიარებულიყო ხელმძღვანელის სახელი და გვარი. ანუ ვინ აკეთებდა ამ ღონისძიებებს, ორგანიზატორის სახელი და გვარი, ჩაგვითვალეს, ანუ პირადად მე ჩამითვალეს PR-ში ეს ყველაფერი და გითხრეს, ანუ ითქვა ბევრი ისინი იყო სიტყვები, რომ ანუ ასევე ღონისძიებების მერე ვკრეფავდით ფულს ახალგაზრდები და ვქეიფობდით, ასევე იყო მასეზე ლაპარაკი, რომ არ უნდა შეგვეკრიფა ფული და იმ ფულს თუ უკრეფავდით, უნდა გაგვეკეთებინა, ანუ ის ფულიც უნდა გადაგვერიცხა იმ ადამიანთან, ვისაც ვეხმარებოდით. ანუ მასეთი კრიტიკა იყო, სხვა არანაირი კრიტიკა არ ყოფილა, პირიქით ძალიან დადებითად არის ყველა განწყობილი ჩვენს მიმართ, არაერთი ადამიანი და ძალიან დიდი მადლობა, რომ ყველა მხარში გვიდგა, რასაც ქვია მთლიანი ახმეტა ჩვენ გვიდგას მხარში. და ანი ეს არის ძალიან ზოგადი საკითხი, როდესაც კეთდება საქველმოქმედო ღონისძიებები, ხშირად არის ხოლმე ესეთი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან, რასაც ვეძახით მე კრიტიკას, როდესაც აღნიშნე ხა უკრეფავდით მეგობრები ფულს და ვქეიფობთ ხოლმე, მე ანუ ესე თვლის საზოგადოება, რომ ეს არ იყო ფული ერთად მოგროვებული, ეს იყო ღონისძიების დროს შემოსული თანხა, რომელიც უკვე ორგანიზატორებმა იქეიფეს და იქ აღარ მივიდა იმ პიროვნებამდე, ვისაც გროვდებოდა ეს თანხა. ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად საზოგადოების მხრიდან და რა უნდა გააკეთოთ უბრალოდ ორგანიზატორებმა, რომ ეს სტერეოტიპი ეს რო თქვა დაიმსხვრეს. კი, მართალი ხართ, ანუ ჩვენ თითოეულ თანხას, ანუ რაც კი შემოდიოდა ყოველთვის ბავშვებთან ერთად ხსნიდით ყუთებს, არასოდეს არავის არ ქონია ეს ფული. ყოველთვის იყო ყუთებში ყველანაირად ხსნიდით, 5 თეთრიც რო შემოდიოდა, იტვირთებოდა ჩვენ Facebook გვერდზე. ყველა თანხა აბსოლუტურად რაც იყო შემოსული ღონისძიებებზე, თითოეული 5 თეთრიც კი იყო ატვირთული. ასევე ვამბობდით, იყო წინა ისინი ხოლმე გაპიარებას ესე ვიტყვი. სტატუსად რომ ჩვენ ვაპირებდით შემდეგ кейფს, რომელსაც ყოველთვის ვკრეფავდით თანხებს და ჩვენივე თანხებით ვქეიფობდით, ანუ ღონისძიების მე იმიტომ რომ იყო თვითონ ახალგაზრდების მოთხოვნა, რადგან ჩემ ჯგუფში არიან 15 წლიდან 22 წლამდე ახალგაზრდები, მყავს დაჟე 12 წლის რამოდენიმე ბავშვი, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩვენ ფონდში, გვეხმარება ბილეთების გაყიდვებში, გაპიარებაში და ინფორმაციის გაშუქებაში და მათ უფრო დიდი სტიმული ქონათ, რომ მე ერთად ვქეიფობდით, ერთად ვიყავით, იქ მღეროდით, ვცეკვავდით და შემდეგი ღონისძიების გეგმას ყოველთვის ვაწყობდით იმის მერე. მაგრამ საწუხაროდ კრიტიკა მოყვა ამ ყველაფერს ჩვენთან. და ამასთან ამ ყველაფერთან ერთად ბერდია, მაგრამ ჩვენმა მოადგინებ დაწერა ლექსი ღონისძიებებზე, თუ როგორ გვაკრიტიკებს ხალხი ჩვენი ანუ ღონისძიების მერე кейფებზე. ძალიან კარგი და ბერდია, მაშინ ეს დროა იმის რომ მოგისმინოთ. თემაა ისეთი, სულ გადავირიე, სიკეთეს რომ ხედავ დავგზნო მე სიწმინდეს, სხვა რა შემიძლია. უნდა დავწერო ეს ქველმოქმედება ლექსადაც ვამღეროთ. ზოგი კი დავქცინის, სხვა საქმე არ აქვს. ნეტავ მათ ვინ კითხავს დღეს ჩვენ სადვარტო. ზოგიც გვაკრიტიკებს კაფეში მსხდარანო, მაგრად უცეკვიათ მღერიან თანავ. აბა სხვა რა გავქნათ. სიკეთეს ვაკეთებთ, კიდეც გავაკეთებთ და კიდევ 1000 ჯერ. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ასე უყუროთ, ვიღაცა იტანჯება, ზოგიც კი უპუროთ, ვიღაცას რაღაც კივა. და რა ვქნათ, ასე უყუროთ. არა, მეგობრებო, არ გვინდა არა, მოდით დავეხმაროთ და შევძლოთ რაღაც. ყველას მოგიწოდებს, ვინც დღეს აქ გახართ. ყველას დავეხმაროთ არაფრის ნაცვლად. და გიორგი, რა სიმღერას შეუსრულებ დღეს ჩვენს მაყურებელს? მე შეუსრულებ სიმღერას, რომელიც მე დავწერე და მიუძღვენი ჩემს საყვარელ ადამიანს და შემოგთავაზებთ ამ სიმღერას. მივამიყვები ქუჩას ნამიანს ვეძებ საყვარელ ადამიანს ვეძებ ვხედავ მე მერცადერს რომელსაც ვავედრებ ყოველ დღეს ვეძებ ვხედავ მე მერცადერს რომელსაც ვავედრებ ყოველ დღეს
მივყვები ქუჩას და მტკიუაგული ჩასინ გამოჩნდა უცემ ბულბული ჩამოჩნდა იქვე გაგვირვებული რამადგინა მბიცგული ჩამოჩნდა იქვე გაგვირვებული რამადგინა მბიცგული უცე ბულბულმა მღერად დაიწყო მითხრამდე იქნება გაგიგო ეს მას მივბაძე მივეციბანი რომ ვიბოვე ჩემიანი ეს მას მივბაძე მივეციბანი როგორ მიყვარხარ ჩემანი მიხდა ბულბული რომ უეცებს ათბოს მიხდა წამოდი შეგნაგროს სამოდი მალე განახოვანი ერთმანეთისთვის ხართ ორი ადამიანი სამოდი მალე განახოვანი ერთმანეთისთვის ხართ ორი ადამიანი ქუჩარ ისევ ნამიანი და ახლა გვერდზე მყავს ჩემიანი იქვე სახლობს გვისქერს ბულბული უხარია რომ აღარ მტკიუაგული იქვე სახლობს გვისქერს ბულბული უხარია რომ აღარ მტკიუაგული ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი სიმღერისთვის ეს სიმღერა დაწერა შენ ხო გიორგი კი მე დავწერე ანუ იყო რა ეს პერიოდი რომ რავი რატომაც მუზა არ ვიცოდი ეს ნიჭი ჩემში არ მქონდა აღმოჩენილი და ერთ დროს მე ერთ დღეს მომინდა რომ დამეწერე რაღაც სიმღერა და შევეცადე რავი და დავწერე რა მგონია და რამდენი წლის იყავი რამდენი ხანია რაც ეს ნიჭი აღმოაჩინე საკუთარ თავში წინ 2015 წლის ზაფხულში დავწერე დაახლოებით აგვისტოში რა პირველი ძალიან კარგი და თუ რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი ანუ მე დაწერილი მაქვს 2 სიმღერა, მესამე ჯერ კიდე პროცესშია წერა, ანუ მუსიკა რაღაც და ალბათ მალე დავამთავრებ რა. და ეს დანარჩენი 2 სიმღერას და ახალიც ეძღვნება ანის თუ ეს ერთი იყო? ანუ ორივე ეძღვნება კი ანის. ძალიან კარგი. და თუ აპირებს ამავდროულად სტუდიური ჩანაწერების გაკეთებას? რავი, ჯერ დაგეგმილი არაფერი მაქვს და შემდგომში შეიძლება რაღაც ჩავწერო ან რაღაც ჩემზე დამოკიდებული რა თუ სურვილი მექნება ჩავწერ დიდი სურვილი მაქვს რომ ანუ მომღერლის სიმღერის ხრივ წინ წავიდე მაგრამ ჯერ ისეთ გეგმაში არაფერი არ მაქვს ჯერ და ბერდია შენ თუ აპირებ ლექსების კრებულის გამოშვებას ნუ მაგაზე ჯერ არ მიფიქრია არც იმდენი ლექსი მაქვს რომ ეგ შეიძლება ჯერჯერობით რამდენი ხანია რაც წერ მე დაახლოებით 1-3 წელი იქნება რა წერ, მაგრამ უფრო ძალიან ბევრი მაქვს და კარგული რა შემორჩენილი ლექსები. რა ვნახოთ. კიდევ ვაპირებ რომ გავაგზავნო ლექსების წერა და სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი. კარგი, მაშინ წაგვიკითხე კიდევ ერთი შენი საკუთარი ლექსი. ეს ლექსიც ეძღვნება როგორც გიორგი თქვა ჩემს სიყვარულს. ისევ წვიმს და წვიმის წვეთიც მართობს წვიმა ისევ სიყვარულზე ბაზრობს წვიმა ისევ სახურავზე მღერის მარტო მინდა გარეთ წვიმის წვეთი ვნახო ისევ წვიმა ისე მარტო მინდა ერთხელ კიდევ დაგინახო მინდა წვიმას შენზე უთხრა რამე რომ შენამდის მოიტან და ამბებს ისევ წვიმს და ისე მცივა უშენობა მიმძიმს გულში ისე მტკივა ბუხარიც ხომ თავის სათქმელს ამობს ცეცხლის გვერდზე რომ დავჯედები მარტო ფიქრების ქარს ვეღარ უძლებ მარტო მინდა გარეთ წვიმას ვეთამაშო ნუ თუ დარდმა დამემონა კარგო წვიმა ისევ ჩვენ სიყვარულს ნანობს ისევ წვიმს და წვიმის წვეთიც მართობს წვიმა ისევ სიყვარულზე ბაზრობს წვიმა ისევ სახურავზე მღერის მარტო მინდა გარეთ წვიმის წვეთი ვნახო ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ლექსი იყო ნამდვილად და ანი
მინდა ისევ შენთან გადმოვიდე შემდეგი შეკითხვით. შენ გარდა იმისა, რომ ხარ საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და აკეთებ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს, კიდევ რა საქმიანობ, სწავლობ თუ მუშაობ სადმე, რა საკეთებ? სწავლა დავამთავრე 2 წლის უკან, პროფესიით ვარ მენეჯერი, ასევე ბუღალტერი. ამჟამად მაქვს საკუთარი სალონი, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრიანი. თან სალონს ხელმძღვანელობ და უფრო დიდ დროს, რა თქმა უნდა, ფონდს უთმობ. და სად არის ეს ტერიტორიულად სალონი? ჩემი სალონი არის მატანში, ცენტრშივეა ჩემი სალონი. ძალიან კარგი და შენ თვითონაც თუ წერ ლექსებს ან არა, მე არ წერ. ღერი? არა, არანაირი ცეკვავ ქართულ ცეკვებს. და ანსამბლში ცეკვავდი თუ უბრალოდ მოყვარ? ანსამბლში ცეკვავდი 10 წელი, ბახტრიონში ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი. ამჟამად დანებებული მაქვს და ვფიქრობ, რომ საქველმოქმედო ფონდის ახმეტას ქონდეს თავისი ცეკვის სტუდია, ამიტომ 10 აპრილიდან ასევე ვიღებთ ბავშვებს პირველი კლასიდან 12 კლასამდე, ვისაც სურვილი ექნება და უფასო იქნება, რა თქმა უნდა, სწავლება. ძალიან კარგი. იმედია, რომ ძალიან ბევრი მოსწავლეები გეყოლებათ და უფრო ნიჭიერ ადამიანებს აღზრდით ხელოვნების მხრივ და გიორგი, როგორი პროცესი გჭირდება, ანუ როგორი გარემო გჭირდება იმისთვის, რომ წერო მუსიკა ან სიმღერის ტექსტი დაწერო? რა არის ამისთვის საჭირო? არ ვიცი, ჩემი აზრით, ანუ მე პირადად მჭირდება 7 გარემო, არ უნდა იყოს გარემოცვაში არავინ არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ყურადღება გადამაქვს სხვა რამეზე. და მარტო მე უნდა ვიყო, რა ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ მარტო როდესაც ვარ უფრო კარგად წერ, ანუ ჩემ თავთან რომ მარტო რჩევი მაშინ რა. და რა თემატიკას ეხება შენი სიმღერა? სუსიყვარულზე გაქვს? არა, სუსიყვარულზე არა, რა ვიცი. ყველაფერს რაც გულზე მხდება, რა. მაგ ეხა რომელსაც ვწერო, ვფიქრობდი რომ სამშობლოზე დამეწერა, ჩვენ საქართველოზე დამეწერა, იმიტომ რომ ქართველი ვაჟკაცის და კაცის ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო და მისი მიწა რა. და ვფიქრობდი რომ დავამეწერა საქართველოზე და პროცესია ეს სიმღერაც. ასევე მაქვს დაწერილი, ადრევე მაქვს დაწერილი დედაზე მაქვს დაწერილი სიმღერა, მაგრამ არა ისე ხშირად არ მღერი ვარ ამ სიმღერას და არც. და სხვაგან თუ იღებ ხოლმე აქტიურად მონაწილეობას სხვა ღონისძიებებში, გარდა იმისა, რომ ხარ აქტიური მონაწილე საქველმოქმედო ფონდის ღონისძიებებში? კი, მე ვარ მოსწავლე, აბიტურიენტი ვარ და როდესაც ვიცლი, ძალიან დიდი დრო არ მაქვს, გართობისთვის და ასე შემდეგ და საქმეების, მაგრამ როდესაც არის რაღაც პროექტები, სადაც შანსი მქონია და მოუწია ჩემთვის, ყველგან მიმიღია მონაწილეობა და საქველმოქმედო ფონდი ახმეტას კონცერტებში კიდე ყოველთვის ვიღო მონაწილეობას და ერთ აქტიური წევრი ვარ და რა ვიცი, სხვა ბავშვებსაც მოუწოდებ თუ ვინმე სურვილი აქვს, რომ მართლა კეთილი საქმეა, თავის ნიჭი გამოიყენონ იმისთვის და დაეხმაროს სხვა ადამიანებს. და ანი, ისევ შენთან გადმოვდივარ შემდეგი შეკითხვით. საქველმოქმედო ფონდს, როდესაც აკეთებთ ღონისძიებებს, აქვს ბილეთებიდან შემოსული და ისე შემოწირული თანხა. თუ გყავთ სხვა რომელიმე ორგანიზაციები, რომლებიც სპონსორობას უწევენ თქვენს ფონდს? არა, სამწუხაროდ არ გვყავს, დამოკიდებულები ვართ ბილეთებზე და ასევე შემოსაწირყუთებზე, ვცდილობთ ხოლმე რამოდენიმე დღით ადრე სახლებში ვიაროთ და ისე ავაგროვოთ, ბილეთები გავყიდოთ, პლაკატები გავყიდოთ, სამწუხაროდ არ გვყავს არანაირი სპონსორი, არც არავინ რომ დაგვეხმაროს. გამგეობა გვიდგა მხარში, ტრანსპორტირება ან ესეთ რამე თუ გჭირდება, როცა მომღერლები ჩამოყოს, იმიტომ რომ უფრო მასშტაბური იყოს და უფრო მრავალფეროვანი ჩვენი ღონისძიება, ამაზე კიდევ დიდ მადლობას მოუხდი მე ახმეტის გამგეობას. დანარჩენი არ გვყავს და თუ ვინმე სურვილი ექნება რომ დაგვიდგეს მხარში და ჩვენთან ერთად აკეთოს კეთილი საქმე, ძალიან დიდი მადლობა. და გიცდიათ ოდესმე რომ მოგეძებნათ ესეთი სპონსორები, რომლებიც თქვენს ფონდში არა ერთხელ გაგვიშუქებია ინტერნეტში ვცეთი რომ გვინდა რომ დაგვეხმარონ ადამიანები რომლებიც ისე კონკრეტულად თუ მისულხართ ვინმე კერძო ადამიანს. ნამდვილად არ მისულართ არანაირად არც ერთ ადამიანთან რომ დავხმარებოდა ჩვენ. ბერდია, შენ თუ მიიღებ ხოლმე პოეზიის საღამოებში მონაწილეობას, ან საკუთარი პოეზიის საღამო თუ გაგიმართავს? საკუთარი პოეზიის საღამო არ გამიმართავს, მაგრამ მიმიღია მონაწილეობა. რამდენიმე პოეზიის საღამოში მივიღე მონაწილეობა, ერთი ჩატარდა ახმეტაში, ერთი თელავში და ისევ ჩატარდა ახმეტაში. ისე ჩემ ლექსებს ვკითხულობ ხოლმე ძირითადად საქველმოქმედო ფონდი ახმეტას ღონისძიებებზე.
და არ გმოსაომავლოთ რომ საკუთარი ღონისძიება გააკეთო პოეზიის. მაგაზეც არ მიფიქრია. გამეკეთებინა, მაგრამ არ არის ცივი იდეა. ვიფიქრებ ამ საკითხზე და რა ვნახოთ როგორ იქნება. ჩვენ კი რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუმრებთან ერთად დაგველოდეთ.